თუ ზღვაში ძლიერ უკუდინებაში მოხვდი, არ დაიბნე და არცადო ნაპირისკენ პირდაპირ ცურვა. იმისთვის, რომ სწორად მოიქცე, ჯერ უნდა იცოდე რა არის ძლიერი უკუდინება და როდის ჩნდება. ზღვის უკუდინება არის ვიწრო სწრაფი დინება, რომელიც სანაპიროსთან ახლოს, ტალღების მსხვერპლის ზონაში წარმოიქმნება და შემდეგ ზღვისკენ მიემართება. შეიძლება ერთ სანაპიროზე იყოს რამოდენიმე ასეთი უკუდინება. როცა ტალღები წყალს ნაპირისკენ მოაქანებს, ეს წყალი უკან უნდა დაბრუნდეს. ჩვეულებრივ, წყალი ნელა ბრუნდება, მაგრამ თუ ზღვის ფსკერზე არის დაბრკოლება, წყალი ვიწრო გასასვლელში გროვდება და დიდი სიჩქარით მიედინება უკან, რაც წარმოქმნის ზღვის უკუდინებას. ასეთი ტიპის დინება სიგანეში შეიძლება იყოს ძირითადად 10-დან 30 მეტრამდე, ზოგჯერ უფრო ფართოც და სიგრძეში 50-დან 100 მეტრამდე, ან უფრო მეტიც. ასეთი დინება ადამიანს ჩვეულებრივ წყლის ქვეშ არ ითრევს, არამედ ძირითადად ნაპირიდან შორს მიაქანებს. მისი თვალით ამოცნობა ყოველთვის მარტივი არაა, რადგან ხშირად ყველაზე მშვიდ და უსაფრთხო ადგილს გავს. ყველაზე კარგად მაშველები ცნობენ, რადგან აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ხშირად უკეთესი ხედვის წერტილიც, როგორიცაა მაშველის კოშკურა. თუმცა შენ შეგიძლია რამდენიმე ნიშანს მიაქციო ყურადღება. საეჭვო ნიშნებია: ტალღებს შორის შუალედი, სადაც ტალღები ნაკლებად იმსხვრევა. ქაფი, ქვიშა ან ნალექი ნაპირიდან ზღვისკენ მიაქვს. წყალი იქ უფრო მუქი ან განსხვავებული ფერისაა. ზედაპირი გარშემომყოფ ტალღებთან შედარებით უფრო მშვიდია. ასეთი ადგილი შეიძლება იყოს უკუდინება. აქ ხედავთ ერთ-ერთ მაგალითს, სადაც გვერდებზე ტალღებია და ამ ნაწილში არაა ტალღები. ესაა უკუდინების ნიშანი. უსაფრთხოების წესები: დააკვირდით ტალღებს, წყლის ფერს და ქაფის მოძრაობას. შეეცადე იცურო მაშველთან ახლოს. ყურადღება მიაქციე დროშებს. წითელი ან ორმაგი წითელი დროშის შემთხვევაში არ შეხვიდე წყალში. თუ მაინც მოხვდი დინებაში, არ დაიწყო ქაოტური ცურვა და არ ეცადო ნაპირისკენ პირდაპირ მიმართულებით დაბრუნებას. ზურგზე დაწექი ან ისე იდივდივე, რომ თავი წყლის ზემოთ გქონდეს. ეცადე ენერგია არ დახარჯო. ასწიე ხელი და დახმარება მოითხოვე, რომ მაშველმა ან სხვა ადამიანებმა შეგამჩნიონ. თუ კარგად ცურავ და ძალა გაქვს, სადე ნაპირის პარალელურად ცურვა. მარცხნივ ან მარჯვნივ. ანუ არა პირდაპირ ნაპირისკენ, არამედ პარალელურად. როცა იგრძნობ, რომ დინება აღარ გეკაჩება, ნაპირისკენ ირიბად დაბრუნდი. ამ დროს თუ კიდევ სხვა დინებაში მოხვდი, არ დაიბნე, გაიმეორო იგივე წესები. ზოგჯერ დინება არასწორად, არამედ წრიულად მოძრაობს, როგორც დიდი მარყუჟი. ასეთ დროს დინებამ შეიძლება თავადვე დაგაბრუნოს მეჩხერ წყალში ან ტალღებთან, საიდანაც ნაპირზე დაბრუნება უფრო ადვილია, განსაკუთრებით ტალღების დახმარებით. მაგრამ დაბრუნება შეიძლება რამდენიმე წუთი დასჭირდეს, ზოგჯერ 2 და ზოგჯერ 10 წუთიც. ამიტომ ამ შემთხვევაშიც ჯობია იტივტივო, შეინარჩუნო ენერგია და დახმარება ითხოვო. თუ ხედავ, რომ ადამიანი დინებაში მოხვდა, თვითონ წყალში ნუ გადახტები, თუ ამისთვის სპეციალურად მომზადებული არ ხარ. ძალიან ხშირად დამხმარე ადამიანიც იმავე დინებაში ხვდება და თვითონაც საფრთხეში ვარდება. დაუყოვნებლივ დაუძახე მაშველს. წყალში მყოფ ადამიანს უთხარი, რომ არ ებრძოლოს დინებას და იტივტივოს. გადაუგდე რამე, რაც ტივტივებს: მაშველი, რგოლი, ბურთი, დაფა ან სხვა მცურავი ნივთი. არ დაკარგო თვალით კონტაქტი ადამიანთან, რომ მაშველებს ზუსტად უთხრა, სად არის. არ გააკეთო ადამიანების ჯაჭვი, ღრმა ან სწრაფ წყალში, რადგან თუ ერთი ადამიანი ხელს გაუშვებს, ისიც დინებაში მოხვდება. მოკლე შეჯამება: ძლიერი უკუდინება ადამიანს წყლის ქვეშ არ ითრევს, მაგრამ ნაპირიდან შორს მიჰყავს. თუ დინებაში მოხვდი, არ ებრძოლო დინებას. იტივტივე, ასწიე ხელი და დახმარება მოითხოვე. თუ ძალა გაქვს, გაცურე ნაპირის პარალელურად და როცა დინება შეგეშვება, ნაპირზე ირიბად დაბრუნდი.